გამარჯობათ, უკვე live-ში გავედით, თუმცა ტრადიციულად პირველ 1-2 წუთსაც დაველოდებით, ვიდრე შემოგვიერთდება ჩვენი ერთგული მსმენელი და მაყურებელი. დავიწყოთ. მოგესალმებით. დავიწყებთ ალბათ, ვიდრე ჩვენს ტრადიციულ მისალმებას, წარდგენას გავაკეთებთ ამასობაში, იმეც ვიტყობ შემოგვიერთდება ჩვენი მაყურებელიც. მოგეხსენება ჩვენი დღევანდელი დღის ლაივი არის მშობელი მშობელს და მშობელის მსკივრი მასპინძლობს თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ლიდერებს, მშობელ ლიდერებს, ეკას და თამარს. მადლობას გიხდით პირველ რიგში, რომ დაგვთანხმდით და ჩაერთეთ დღევანდელ ლაივში და ასევე დღევანდელი ჩვენი ლაივის უცვლელი ჟესტური ენის თარჯიმანი არის ლეკუნა ჯაფაშვილი. მადლობა დღევანდელი დღის ასისტირებისთვის. მოგესალმებით. ჩვენს მადლობა გვინდა გითხრათ მოწვევისთვის, ჩვენთვის დიდი პატივია ამ პლატფორმაზე სტუმრობა. მეც მინდა მადლობა მოგიხადოთ დიანა მოწვევისთვის, დროული იყო ჩვენი ცენტრის შესახებ. იგოწოდებინა ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის. მადლობა ამისთვის. მადლობა თამარ, ეკა, პირველ რიგში პატარა შესავალი რო გავუკეთოთ. მშობლის მსკივრი იწყებს სერიებს და გაცნობას რეგიონში არსებული დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების შესახებ და პირველი ასე ვთქვათ გამოჩენა ჩვენს პლატფორმაზე დაიწყო თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრით. ძალიან გვიხარია. ვიცი თავად თქვენი ცენტრიც აკეთებს საინფორმაციო საგანმანათლებლო ლაივებს, სერიებს სხვადასხვა თემატიკაზე, იწვევთ სტუმრებს და ვიცი ასე ვთქვათ უცხო ხილი ლაივში შესაძლოა არ არის, თუმცა ვიცი რომ წინასწარ ძალიან ხელავდით და განიცდით. მაგრამ ძალიან საინტერესო თემაა და გვიხარია რომ მშობლის მსკივრი მასპინძლობს რეგიონში არსებულ ლიდერ მშობლებს, რომლებსაც შეუძლია თავისი უნიკალური გამოცდილება გაგვიზიარონ, რაც უფრო ახლოს შეიძლება იყოს და აღმოჩნდეს ბევრი მშობლისთვის, ვინც ცხოვრობს რეგიონში. პირველ რიგში ვიდრე ასე ვთქვათ ვახსენეთ ვინაიდან ხო თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი, უკეთესი იქნება ალბათ ადამიანებს უთხრათ თუ ზოგადად რა არის, რა კონცეფცია არის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის და მოკლედ რო გვითხრათ თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის შესახებ, რომ წარმოდგენა შეუქმნათ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს და ნელ-ნელა უკვე გადავალთ ძირითად საკითხებზე, ალბათ რაც მშობლისთვის საინტერესო იქნება. ეკა, თქვენ მოგცემთ. კი ბატონო. მადლობა დიანა ამ კითხვისთვის. თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი დაფუძნდა დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია USAID-ის მიერ და მას ახორციელებს მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის პარტნიორობით. ცენტრი ოფიციალურად იურიდიულ პირად დარეგისტრირდა 2022 წლის თებერვალში, თუმცა ცენტრმა თავისი საქმიანობა გასული წლის მაისში დაიწყო. დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მთავარი იდეა ის არის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საუკეთესო მხარდაჭერა, იქნება ეს საინფორმაციო მხარდაჭერა თუ ადვოკატირება, შეუძლია თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან მის ოჯახის წევრს, სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით, ცენტრში მუშაობ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ვინაიდან გვჯერა, რომ სწორედ ჩვენ გვაქვს ის უნიკალური გამოცდილება, რაც საჭიროა ზოგადად ჩვენი თემის გასაძლიერებლად და ამას ჩვენზე უკეთ ვერავინ გააკეთებს. მადლობა ეკა. აი ვინაიდან თქვენ ახსენეთ, რომ ოფიციალურად ახალი დარეგისტრირებული ხართ მაინც, მაგრამ უკვე
ფაქტიურად 1 წელიწადზე მეტი არაც საქმიანობთ. ალბათ ეს მონახაზია იდეის დონეზე გავიგეთ, თქვათ, რომ აი ცენტრში თავად შშმ პირები არიან დასაქმებული და მშობლები, მაგრამ ალბათ უკეთ იქნება რომ გავიცნოთ ცენტრის საქმიანობები, ანუ რა სერვისებია ის ძირითადი, რასაც სთავაზობს თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემს. უკვე თამაშენ თუ განავრცობდით თემას. დიახ, დიანა გიპასუხებთ. ჩვენი ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათი ოჯახის წევრებს თავაზობს 5 ძირითად მომსახურებას. ესენი არის ურთიერთდახმარება, მხარდაჭერილი რეფერალი, არის ცნობიერების ამაღლება, საჭიროებების კვლევა და არის ადვოკატირება. მე ახლა თვითონს გავშლი თუ რას გულისხმობს ეს მომსახურებები. დავიწყებ ურთიერთდახმარებით, ეს სწორედ ის სერვისია, რაც დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის საყრდენღერც წარმოადგენს. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი უნიკალური გამოცდილება გავუზიაროთ თემს და სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებით დავახმაროთ იმ დაბრკოლების გადალახვაში, რაც ჩვენ უკვე გავიარეთ ეს გზა. მხარდაჭერილი რეფერალი, ეს არის რიგით მეორე საკვანძო სერვისი, რა მიმართულებითაც ჩვენ ყოველდღიურად ვუწევთ თემს მხარდაჭერას და დახმარებას. ქვეყანაში მიმდინარეობს ჯანდაცვის, სოციალური და განათლების ისეთი სერვისები ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში თემს არ აქვს ინფორმაცია. მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, ეს შეიძლება იყოს ენის ბარიერი, განსაკუთრებით თუ ეს ეხება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს და ამ თემთან ჩვენ განსაკუთრებით მუშაობთ და ვცდილობთ აზერბაიჯანულ ენაზე ავთარგმნოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია საბაზისო სერვისების შესახებ. ხანდახან არის ხოლმე რომ სერვისის შესახებ აქვთ ინფორმაცია თემის წარმომადგენლებს, მაგრამ აწყდებიან რიგ ბარიერებს, რის გამოც რეალურად ვერ ირიცხებიან ამ პროგრამებსა თუ სერვისებში. ცენტრი სერვისის მაძიებელ პირს ამ ბარიერების დროულ და ეფექტურ გადალახვაში ეხმარება და სათანადოდ დროსაც უთმობს თითოეულ ადამიანს, რომ მასთან ერთად გაიაროს სრული ციკლი და ჩაირიცხოს შესაბამის სერვისში. ცნობიერების ამაღლება, ეს უფრო არის აქტივობები, რომლებიც მიმართულია ზოგადად საზოგადოების მიმღებლობის გაზრდაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და საზოგადოებაში არსებული სტიგმების შეცვლაზე. რეალურად მუშაობთ ყველასთან, ეს იქნება ჯანდაცვის თუ განათლების სექტორის საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ვისთანაც უშუალოდ უწევთ შშმ პირებს შეხება, შეიძლება იყოს ეს მისი მეზობელი ან ნათესავიც კი. საჭიროებების მოკვლევა, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინაშე არსებობს ისეთი პრობლემები, რაც შეიძლება იყოს საერთო ზოგადად თემისთვისაც. შესაბამისად, ჩვენი ცენტრი ცდილობს ფოკუს ჯგუფების კარდაკარ ჩამოვლის პრინციპით ის საჭიროებები გამოიკვლიოს, რაც შეიძლება იყოს ერთობლივი ადვოკატირების თემა. შემდგომ ამ საჭიროებებზე ჩვენ ვქმნით საინფორმაციო რესურსებს, ვამზადებთ ოფიციალურ წერილებს და ასე ხდება შემდგომ უკვე ახალი სერვისების დანერგვის ხელშეწყობა ჩვენი მხრიდან. და ბოლო არის ადვოკატირება, ეს ის სერვისია, რასაც ყველაზე დიდი რესურსი ჭირდება ჩვენი მხრიდან. დროშიც ხშირად იწელება სხვადასხვა ბიუროკრატიული მიზეზების გამო. თუმცა ყველაზე ამაყი იმ ინდივიდუალური ადვოკატირებისა და მე ვიტყოდი ადამიანის ტრანსფორმაციის ისტორიებით ვართ, რომლებსაც ამ ადვოკატირების ქვეშ გავდივართ. მადლობა. თამარ, აი მე ნიშნა და დასაწყისში თქვენ ახსენეთ, რომ აი თელავის დამოუკიდებელ ცხოვრების ცენტრს აქვს 5 სერვისი და ღერძი ამ სერვისების არის ურთიერთდახმარება, ხო? სადაც ჩვენ გამოცდილებას ვაზიარებთ და ამით ვაძლიერებთ მშობლებს. აი ამ კუთხით ალბათ შეიძლება ამ კითხვით უნდა დაგვეწყო, მაგრამ თქვენი ინდივიდუალური ისტორიაც რო გაგვიზიაროთ, როგორც მშობლებმა, როგორ მოდით თელავის დამოუკიდებელ ცხოვრებას
ცხოვრების ცენტრში. ვიცი ალბათ ეს ხშირად გითქვია და გაგიზიარებთ თქვენ ინდივიდუალური ისტორიები, რა გზა გამოიარეთ, მაგრამ ძალიან მოკლედ გთხოვთ კიდევ როგორ მოდით ამ ცენტრამდე გაგვიზიაროთ თქვენი ინდივიდუალური ისტორიები, ეკა და თამარ ორივეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ისმით. კარგი, დიანა, მე დავიწყებ, შევეცდები მოკლედ გითხრათ, მაგრამ იმდენად მინდა რომ შორიდან დავიწყო, რომ გავუზიარო ჩემი გამოცდილება ახალბედა მშობლებს. რომ მინდა რომ არასოდეს დაყარონ ფარხმალი. მოგეხსენებათ, რომ ბავშვის დაბადება ოჯახში აი უზარმაზარ ბედნიერებასთან ასოცირდება. მშობლებს გვეძლევა შესაძლებლობა დავიწყოთ ზრუნვა პატარაზე. იმ არსებაზე, რომელსაც ასე ველოდით, დიდხანს რომ ველოდებოდით. ყველა მშობელს უნდა რომ მისი შვილი იყოს საუკეთესო, ჭკვიანი და ჯანმრთელი. მას შემდეგ, რაც ჩემი შვილის დიაგნოზი გავიგე, მას აქვს ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმა ტუბეროზული სკლეროზი. ყველანაირ საზრუნავთან ერთად ჩემი мотиваცია იყო ამ დიაგნოზის შესახებ გამეგო მეტი ინფორმაცია. იმ დროისთვის ბევრი არაფერი ვიცოდი და ამის შესახებ ამასთან ჩემი ემოციური მდგომარეობა შეიცვალა, რადგან დედას ეუბნებიან, რომ მისი შვილი რამოდენიმე წელიწადს იცოცხლებს, ძალიან რთული იყო, გამიჭირდა ამ ინფორმაციის მიღება. ძალიან დაბნეული ვიყავი. არ იცი როგორ და საიდან დაიწყო და ამდენ საზრუნავს როგორ მოერიო. მიიღო შენი შვილი ისეთი როგორიც არის და ვფიქრობ დაეხმარო ბავშვს განვითარებაში, როგორ დაეხმარო. გავიარე ტრენინგები, გავიცანი ბევრი მშობელი. ვუცვლიდით ერთმანეთს ინფორმაციას და ვაძლიერებდით ერთმანეთს. ასე გავხდი აქტივისტი მშობელი. შემდეგ უკვე მე ვეხმარებოდი ახალბედა მშობლებს. უკვე წლებია, რაც ვეხმარებით მშობლებს საინფორმაციო მხარდაჭერით. 2017 წელს გავიარეთ გადამზადება მაგ-ჯორჯიას ქვეშ და მშობელთა მხარდამჭერი ცენტრის სახელით ვაწარმოებდით ჩვენს აქტივობებს. უკვე 2021 წლიდან კი აღნიშნული ცენტრის ბაზაზე მოხდა ახალი კადრების დამატება და უკვე თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის სახელით მხარდამჭერას უწევთ მშობლებს და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ეკა, მადლობა. აი, რო გითხრა რა ხდის არის ახლა თქვენი შვილი? ჩემი შვილი არის ნიკოლოზი აჩუაშვილია, 18 წლის. ერთი რაღაც მენიშნა, ვიცით, ვიდრე თამარი დაიწყებს, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ხო? იმ პირველადი დიაგნოზიდან თუ რაღაცა ემოცია არ იცვლება არასდროს და მადლობა რაღაცა ემოციური საუბრის არასდროს არ გამიჭირდა დიანა. მის ყოველთვის, როდესაც თავიდან მეკითხებიან, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი. როგორ ვარ ახლა, რო ვისაუბრო, უფრო ადვილია, რას ვაკეთებ, როგორ, მაგრამ როდესაც მეკითხებიან, დავბრუნდე უკან და აი, აბა გაგვიზიარე შენი გამოცდილება, ეს ყოველთვის მტკივნეულია და ახლა ციგრძნობა, მაგრამ მადლობა ამ ემოციებისთვის და თამარ გისმენთ. დიახ, მეც გეტყვით მოკლედ ჩემს ისტორიას, მეც ვარ მშობელი და დაგეთანხმებით, რომ მართლა ძალიან რთული გზის გავლა გვიწევს მშობლებს. მე მყავს 11 წლის გოგონა ცერებრული დამბლის დიაგნოზით. რა თქმა უნდა, დიაგნოზის გაგების და იმ ეტაპების გადალახვა ძალიან რთულია, მაგრამ საბედნიეროდ მე ეს ასე ვთქვათ, ანუ სწრაფად გადავლახე ეს ყველაფერი და გადავედი უკვე მოქმედების რეჟიმზე. თუმცა დიაგნოზის გაგების შემდეგ ჩემით ვცდილობდი გზის გაკვლევას და სწორი ინფორმაციის მიღებას, რაც დამეთანხმებით საკმაოდ დიდ დროს მაკარგვინებდა. შემდეგ აქტიურად დავიწყე ტრენინგებში მონაწილეობა სიახლეების გაგების მიზნით და ვიყავი აქტივისტი. როდესაც ამ პროცესის
ამ პროექტის შესახებ გავიგე ინფორმაცია, მაშინვე გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, მონაწილეობის მიღება, რადგან ვთვლი, რომ დროული და სწორი ინფორმაციას დიდი ძალა აქვს და ეს პროექტი მომცემდა იმის საშუალებას, რომ დავხმარებოდი ახალბედა თავის დროზე ჩემსავით დაბნეულ მშობლებს სწორი გზის პოვნაში. შევავსე განაცხადი, შემდეგ გავიარე გასაუბრება, გადავემზადეთ 192 საათიანი ტრენინგები გავიარეთ და ასე გავხდი თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ერთ-ერთი ლიდერი. მადლობა თამარ, შენც ასევე. გზა გითხარი როგორ მოდი აღნიშნულ ცენტრამდე. ვინაიდან თქვენ უკვე წლებია და განსაკუთრებით ამ ფორმატში ერთ წელზე მეტია უკვე გააქვთ ურთიერთობა მშობლებთან. ალბათ ორი კითხვა, მაგრამ მოდი ერთ კითხვაში გავაერთიანებდი. საინტერესოა ვიცოდეთ უშუალოდ თქვენი დაკვირვებით მშობლებთან მუშაობის პროცესში, რა არის ის ძირითადი დაბრკოლებები, რასაც მშობლები აწყდებიან სისტემასთან მუშაობის დროს თუ არ ვიცი თქვენი დაკვირვება რა არის და მეორეს მხრივ ვიცით რომ თქვენს გიწევთ მშობლებთან მუშაობა და თქვენ რა დაბრკოლებებს აწყდებით მშობლებთან მუშაობის დროს, იმიტომ რომ ეს მშობელს პროცესი ესეთი არის რომ ერთის მხრივ მშობელს უწევს კომუნიკაცია სხვადასხვა სახელმწიფო სექტორებთან, მისი თქვათ შვილიდან გამომდინარე და საჭიროებიდან გამომდინარე და მეორეს მხრივ მშობელს ესაჭიროება მხარდამჭერი თქვენი სახით და ეს პროცესი კომუნიკაციის საინტერესო რომ გავიგოთ სად გვაქვს ის დაბრკოლებები და რა დაბრკოლება ძირითადი რაც გახსენდებათ ახლა ყველაზე მეტად რაცაც მშობლები აწყდებიან სადა სირთულეს და თავად თქვენ რა სირთულეს აწყდებით მშობლებთან. ეკა თქვენ გადაგიწევთ ისე. მადლობა დიანა, ძალიან დროული და საჭირო კითხვაა. ძირითადად დაბრკოლება მშობლებისთვის არის ინფორმაციის ნაკლებობა ცენტრალური და მუნიციპალური სერვისების შესახებ. შეიძლება გარკვეულწილად იცოდნენ სერვისის არსებობის შესახებ, მაგრამ არ იცოდნენ სად და ვის უნდა მიმართონ სერვისის მისაღებად. არ ქონდეთ საჭირო საბუთებზე ინფორმაცია. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც სტატუსის გარეშე დარჩენილია ბავშვი. და მშობელმა ან ოჯახის წევრმა არ იცის როგორ უნდა მიანიჭოს სტატუსი, საიდან დაიწყოს. ამ და მსგავსი ინფორმაციის მისაღებად ხშირად მოგმართავენ მშობლები. ჩვენც ვაწვდით სწორ ინფორმაციას და ვაკვალიანებთ. ზოგიერთ შემთხვევაში უშუალოდ ვართ ჩართულები ამ პროცესებში. დიახ, დავამატებ, მეც თუ შეიძლება რა თქმა უნდა დავეთანხმები ეკას და ამ ეტაპისთვის კიდევ ერთ გამოწვევად რჩება ეს იმ მშობლებთან მუშაობა, რომლებსაც არ აქვთ მიმღებლობა შვილის მდგომარეობის მიმართ. ისინი არ აღიარებენ ბავშვის მდგომარეობას, არ ანიჭებენ სტატუსს და არ სთავენ საჭირო სერვისებსა თუ პროგრამებში, რაც დამეთანხმებით ბავშვზე უარყოფითად აისახება. ან ზოგიერთ შემთხვევაში თერაპიების მიღებას საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფენ, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. მარტივი არ არის ნამდვილად ასეთ მშობლებთან მუშაობა და ხშირ შემთხვევაში წლებიც კი გვჭირდება. ჩვენ რა თქმა უნდა მოთმინებით ველოდებით, ვესაუბრებით მათ, ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, ვცდილობთ დავარწმუნოთ სტატუსის მინიჭების საჭიროებაში, ნუ საბოლოოდ უმეტეს შემთხვევაში მაინც გავდივართ შედეგზე. მადლობა. თამარ და ეკა, აი ეს თქვათ ორი რაღაცა ზე გამახვდა თქვენ მაინც ყურადღება ახლა ხო რომ ერთის მხრივ მშობელს აქვს რაღაცა ინფორმაციაზე ნაკლებობა როგორც ეკა შენახსენე და არ იცის თქვათ რა სერვისი საიდან როგორ აიღოს და მეორეს მხრივ მიმღებლობა რაც შეიძლება ცუდად აისახებოდეს საბოლოო ჯამში იმ საჭირო სერვისებზე სადაც შეიძლება დროულად მოხდეს ბავშვის ჩართვა ხო ამ ყველაფერზე არის საჭირო მუშაობა და ეს არის მიდგომა თქვენი აი მშობელს მიდგომა ხო რას ნიშნავს მაინც რო უთხრათ აი როგორ მუშაობთ მშობლებთან ან რა ტიპის აქტივობებს აკეთებთ ხოლმე იმისთვის რომ ერთის მხრივ მშობელმა დროულად დაძლიოს ბარიერი და მიიღოს მისი შვილის მდგომარეობა ისეთი როგორიც არის და მეორეს მხრივ
მიიღოს ინფორმაცია, ხო? რაზეც არ აქვს მას წვდომა, ხო? აი მაგალითები ალბათ უფრო კონკრეტულად დაგვანახებდა იმას, რომ გავიგოთ რას ნიშნავს მუშაობა მშობელთან. კარგი კითხვაა, დიანა. არ არსებობს რაიმე კონკრეტული მეთოდი, რომელიც ყველა მშობელთან დადებით შედეგზე გაგვიყვანს. ყველას ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება. ზოგიერთისთვის მხოლოდ ერთი გასაუბრებაა საკმარისი, ზოგთან მუშაობა კი წლები გჭირდება, როგორც აღნიშნა თამარმა. როდესაც იგებენ, რომ ჩვენ მშობლები ვართ და იგივე გზა გვაქვს გავლილი, უკეთესად ვოდიან უფრო თანამშრომლობაზე, ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, ვიწევთ შეხვედრებსა და ტრენინგებზე, ვატარებთ მათთვის ფოკუს ჯგუფებს, ასევე ვაკეთებთ მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს და ასეთი მიდგომი მშობლებთან გვამეგობრებს და ურთიერთობას გვიმარტივებს. მადლობა. აი კითხვა არ არის, მაგრამ ასე თქვა გადაწყვეტა ერთ-ერთმა მშობელმა გაგვიზიაროს თავისი ასე თქვა პატარა მოცემულობა ალბათ და ასე წერს, რომ მეც მყავსო მინდობით აღზრდაში აზერბაიჯანელი ბიჭი 15 წლისო, დიაგნოზით ცერებრალური დამბლა, გვაქვს ენის ბარიერი და მე ვცდილობ ტელეფონიდან მშობლიურ ენაზე მუსიკები მოვასმენინო, პატარა დიალოგიც კი წარმართო და ვასწავლე ასევე რამოდენიმე ქართული სიტყვაცო. გვიზიარებს თავის გამოცდილებას მშობელი. ნუ ჩვენის მხრიდან, ვინაიდან თქვენს თამარ ახსენეთ უკვე უბრალოდ შევახსენებ მაინც იმ ადამიანებს, ვისთვისაც აზერბაიჯანული ენა არის მშობლიური ენა, ითარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე საინფორმაციო ბროშურები სოციალური სერვისების შესახებ, რაც მიმდინარეობს ცენტრალურ დონეზე და ამ ინფორმაციას პერიოდულად აქვეყნებს თქვენი თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრიც, ასევე აზერბაიჯანულ ენაზე სხვა რესურსით შეგიქმნიათ, კარდა კარც დადიხართ და ასევე დავამატებთ, ჩვენ ცენტრში გვაქვს ასევე საინფორმაციო ბროშურები დაბეჭდილი აზერბაიჯანულ ენაზე და ცენტრში შეუძლიათ გვესტუმრონ ეს ადამიანები და რა თქმა უნდა უსასყიდლოდ გადავცემთ ამ ბროშურებს. და ნუ ელექტრონულადაც მისაწვდომი არის. ვისაც წვდომა აქვს, ვთქვათ, და შეუძლია რომ ელექტრონულადაც გაეცნოს ამ ინფორმაციას. თუმცა დამატებით ასევე თუ კი ასე ვთქვათ კომუნიკაციისთვის დაგჭირდება მათთან უშუალო კომუნიკაცია, დეტალების დაზუსტება, თარჯიმანიც ვიცი რომ ყავთ და რეალურად ამ კუთხითაც ცდილობთ ენის ბარიერის გადალახვას. ამიტომ თუ კი გჭირდებათ მხარდაჭერა, მეტი ინფორმაცია აზერბაიჯანულ ენაზე, აუცი მოგიწოდებთ დაუკავშირდეთ თელავის დამოუკიდებელ ცხოვრების ცენტრს და მაქსიმალურად შეძლებენ მოგაწოდონ ინფორმაცია, რაც თქვენთვის არის აქტუალური ბუნებრივია, ხო? მადლობა ეკა პირველ რიგში, რომ აი რაღაცა გითხარი, რომ ესეთი როგორ მუშაობთ მშობლებთან და აბსოლუტურად დაგეთანხმები რაღაც კონკრეტული რაღაცა რეცეპტივით არ არსებობს, ხო, რაღაცა მიდგომა, რომელიც ყველასთან შეიძლება გაჭრის, იმუშაებს და ასე შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, ხო, თითქოს და რაღაცა ითქვით, რას ვაკეთებთ, როგორ, ასე შემდგომ, თქვენი აზრით მაინც რა მნიშვნელობა აქვს თელავის დამოუკიდებელ ცხოვრების ცენტრს თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემისთვის, იმიტომ რომ გავეცანით რაღაც მოკლედ სერვისებს, რას აკეთებთ, როგორ მნიშვნელობა მაინც რა არის თქვენი აზრით, რითაც თქვენ ან განსხვავდებით სხვა ორგანიზაციებისგან, რა გამოგარჩევთ და რატო თვლით, რომ ასეთი ცენტრების არსებობა ზოგადად მნიშვნელოვანი არის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც რეგიონში ცხოვრობს, ხო? თამარი ეკა, რა ვიცი, როგორც უპასუხებ დიანა შეკითხვას, კარგი კითხვაა და ალბათ ბევრ ადამიანს აქვს ეს შეკითხვა ჩვენი ცენტრის მიმართ. ვინაიდან ჩვენ არ ვართ რომელიმე სოციალური სერვისის მიმწოდებელი, ეს კლასიკური გაგებით მაგალითად როგორც არის დღის ცენტრი ან ადრეული განვითარების ცენტრი, ბევრ შეიძლება კიდევ ეფიქრება იმაზე თუ რეალურად რას აკეთებს ჩვენი ცენტრი. ალბათ დავფიქრებულ ვართ, როგორ და რა მეთოდებით იღებენ ინფორმაციას მშობლები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სერვისების შესახებ.
რეალურად ინფორმაციის მიწოდებას სერვისებისა თუ პროცედურების შესახებ თუ როგორ უნდა მიიღოს ან ჩაირიცხოს ადამიანი ამა თუ იმ სერვისზე კოორდინირებულად რომელიმე ორგანიზაცია არ ახორციელებს არც სახელმწიფო და არც არასამთავრობო. მაგალითად დღის ცენტრები კარგად იცნობენ დღის ცენტრების რეგულაციებსა და მოთხოვნებს ადრეულისას. მაგრამ ხშირ შემთხვევაში სერვის პროვაიდერებსაც არ აქვთ ინფორმაცია რა კონკრეტული სხვა სერვისები შეიძლება ეკუთვნოდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. ასევე გვაქვს ცენტრალური და ადგილობრივი სოციალური სერვისები და ამ სერვისების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა სტრუქტურებში გაბნეულად. შესაბამისად, თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი აკოორდინირებს ყველა სერვისს და ინფორმაციას ერთ სივრცეში და აქ მოსულ ადამიანს არ უწევს სხვადასხვა სტრუქტურებთან გარკვევა თუ რა სერვისები ეკუთვნის და როგორ უნდა მიიღოს. ასევე დამერწმუნებით თუ რომელიმე სერვისის მიღებაში ადამიანი აწყდება ბარიერს თავად სერვისის მიმწოდებელი ეს მხარდაჭერას არ უწევს ამ ბარიერის გადალახვაში. შესაბამისად, ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ადვოკატირებას ინდივიდუალური და ჯგუფური кейსების და იმ საკითხების, რომლის მოგვარების ინტერესი თვითონ სერვისის მიმწოდებას არ აქვს და ამაში ჩვენ ვეხმარებით. მადლობა. მეც მინდა თქვენ დასმულ შეკითხვას ვუპასუხო. თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის არსებობა? მოგახსენებთ, რომ მშობელი ხშირად ონლაინ ეძებს პასუხებს მის კითხვებზე და არსებობს სოციალურ ქსელში შექმნილი უამრავი მშობელთა მხარდამჭერი ჯგუფები. რეალურად აქ მშობლები ერთმანეთს აძლიერებენ და ხშირად შეიძლება ძალიან სასარგებლო რჩევებსაც წააწყდეს ადამიანი. თუმცა არ არსებობს არანაირი ფილტრი ინფორმაციის გაზიარების მხრივ. ამ ჯგუფებში შეიძლება წაიკითხოს სასარგებლო ინფორმაციაც და ისეთი ინფორმაციაც, რომელიც ბავშვისთვის საზიანო იქნება. თუ მშობელი რეალურად გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციას. შესაბამისად, თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში მიღებული ინფორმაცია არის დაზუსტებული, სანდო და ფოკუსირებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე. შესაბამისად, ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ცენტრის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავად თემისთვის და მისი გაძლიერებისთვის. ხშირად ინფორმაციის მაძიებელი მშობლები იღებენ დაუზუსტებელ მცდარი ინფორმაციას იგივე სოციალურ ქსელებსა და სხვა მშობლების საშუალებით, რაც დროსაც აკარგვინებს მშობელს და ბავშვის ინტერესებსაც აზიანებს. სწორედ თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი უზრუნველყოფს მშობლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაზუსტებულ ინფორმაციის მიწოდებას. სერვისებსა თუ მათ უფლებების შესახებ, რომლებიც მინიმუმ არ დააზიანებს მისი შვილის ინტერესებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენი ცენტრის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა. ხო, აი საინტერესო ის იყო, რომ რეალურად ონლაინ პლატფორმითაც აქტიურობს ცენტრი და ქმნის სხვადასხვა რესურსებს და სანდო ინფორმაციას ავრცელებს, ასევე პირისპირ მუშაობაც მიმდინარეობს მშობლებთან, ხო? მიუხედავად იმისა, რომ თელავის მანძილზე თქვენ გააქვთ რაღაც ის თქვენი ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია ფონად, ალბათ მაინც ჯობია გააჟღეროთ, სად მდებარეობს ცენტრი, ზუსტად ლოკაცია თელავში სად არის, მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს და თქვათ რა არის ის გზა თუ მეთოდი, რითაც შეიძლება დაგიკავშირდნენ ადამიანები. დიახ, დიანა, აუცილებლად მართალია ეკრანზე ჩანს ჩვენთან, მაგრამ გავაჟღერებ, თელავში ჩვენ ვდებარებთ ერეკლე მეორის გამზირი, ნომერი 16-ში. ჩვენი ცხელი ხაზის ნომერია 032 24 759, მზარი უფასოა, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მეილსაც გავაჟღერებ telavi@ilc.gmail.com.
ასევე დავამატებთ, Დიანა, გვაქვს ასევე Facebook გვერდი, ჩვენი ცენტრის სახელწოდებით ადვილად შეუძლია მომხმარებელს ჩვენი მოძებნა და ჩვენს გვერდზე იდება ის ინფორმაციები, სასარგებლო რა თქმა უნდა და დაზუსტებული ინფორმაციები ბროშურების სახით, რაც ვფიქრობ დააინტერესებს მშობლებსაც და არ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც, ასევე ჩვენი ცენტრის სიახლეების შესახებ და აქტივობების შესახებ იდება ხოლმე ინფორმაცია. დიდი მადლობა. მოკლედ შეუძლია ადამიანებს გესტუმრონ ფიზიკურადაც აღნიშნულ მისამართზე და ასევე ვირტუალურ, ასე ვთქვათ, სივრცეში გაქვთ თქვენი პლატფორმა და Facebook-ი არის ალბათ ის, სადაც უფრო აქტიურად ჩანს თქვენი აქტივობები და იქაც შეუძლია დაინტერესებულ პირებს მოგმართოთ. დიდი მადლობა გიხდით დღევანდელი ჩართვისთვის. საინტერესო იყო თქვენი ინდივიდუალური ისტორიების მოსმენა, ასევე ცენტრის სერვისების გაცნობა და ვფიქრობ, რომ თუ კი არის კიდევ მშობლები ისეთი, ვინც გვადევნებს თვალყურს და დაინტერესებული არის მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია და ცხოვრობს თელავში ან თელავთან ახლოს, ალბათ აუცილებლად უნდა ესწროს თქვენ ცენტრს, რომ უფრო კარგად და დეტალურად გაიცნოს თქვენი საქმიანობა და უშუალოდ თქვენ. დიდი მადლობა. მადლობა მასპინძლობისთვის, Დიანა. ვფიქრობ საინტერესო ჩართვა გამოვიდა და რა თქმა უნდა მშობლებს შეუძლიათ გვესტუმრონ და გაგვიზიარონ თუნდაც თავისი ისტორიები, რაიმე ინფორმაციის მიღების მიზნით. ჩვენ ღია ვართ და ველოდებით მშობლებსაც და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც. მადლობა.